დღეს არის შაბათი 15 აგვისტოს საეკლესიო კალენდრით დღეს არის 2 აგვისტო 2026 წელი და მე ვაგრძელებ საუბრებს ჩვენი პატრიარქის შესახებ ჩვენი პატრიარქი არის უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია. და მე მინდა გავაგრძელო მის შესახებ საუბარი ჩვენ შევჩერდით 1991 წელია 1991 წელი და ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ მე მოგიყევით რა პირობებში და როგორ ჩამოყალიბდა მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება. და მინდა გავაგრძელო აქედან ანუ ეხლა არის 1991 წლის ზაფხულის მიწურული და მინდა მოგიყვეთ აი ამ 91 წლის შემოდგომა სანამ აი დაზამთრებამდე რა მოხდა მნიშვნელოვანი. ესე იგი ორი რამ მაქვს მოსაყოლი. ერთი აი ამ ახლად შექმნილი მისიის განყოფილების მოქმედების შესახებ, აი რა იყო პირველი მოქმედებები ამ როგორც აი მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების შესახებ და მეორე რამ მაქვს მოსაყოლი ეს არის ჩემი მღვდლობის შესახებ. მეორე ეს არის პატრიარქის აი როგორ გითხრათ, როგორ ქმნის პატრიარქი ეკლესიას და აი მღვდლობის ინსტიტუტს როგორ აფუძნებს, რაც აი მე შემიძლია ჩემს მაგალითზე მოგიყვეთ ეს ყველაფერი. ეს არის ძირითადად ჩემი ახალი დანიშნულება ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და ამის შესახებ. მაგრამ მე ვფიქრობ ჯერ მოგიყვეთ მისიონერული მსახურების შესახებ, თუმცა აქვე მინდა დავზინო, რომ წინასწარ მინდა შენდობა ვითხოვო იმაზე, რომ მაინც ჩემი მეხსიერება არ არის ზუსტი, რა თქმა უნდა, ბევრი დრო გავიდა, ყველაფერი ზუსტად არ მახსოვს და რამდენიმე ადამიანი შემომეხმიანა, ვინც უშუალო მონაწილე იყო აი ამ ამბების ყველაფრის, რაც აქამდე მაქვს მოყოლილი ის ამ მხედველობაში და კარგი აზრი გამიჩნდა. თუ შევძელი, მინდა რომ მოვიწვიო ეს ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ მოვლენებში და მოვაყოლო თუ ერთად ვისაუბროთ ამის შესახებ და უფრო დავაზუსტებთ. ეს ოღონდ ცოტა მოგვიანებით მომავლის ამბებია. ეხლა კი მე მინდა მოგიყვეთ მისიონერული აი ამ მისიის განყოფილების გაცრავად. აი ამ ახლა დაარსებული მისიის განყოფილების საქმიანობის შესახებ. რა თქმა უნდა ჩვენ აი ამ ყველაფრის მერე რაც მოხდა 1991 წელს, მინდა გითხრათ, რომ ფართომასშტაბიანი აი ესე შეიძლება დავარქვათ, ფართომასშტაბიანი მოგზაურობა იყო წმინდა ნინოს გზაზე ფარავნის ტბიდან მცხეთამდე და ამის შემდეგ კი პირიქით უკვე ესე იგი მცხეთიდან როგორ დაიწყო, შემდეგ კიდევ იყო ასეთი მოგზაურობები, მაგრამ მერე ამაზე ფართომასშტაბიანი იყო მხოლოდ 2000 წლის მოგზაურობა უკვე წმინდა ნინოს და წმინდა ანდრიას გზებზე და აქამდე მივალ, მაგრამ აი ეხლა ესე იგი ჩვენ ვფიქრობთ როგორი უნდა იყოს 1992 წლის მოგზაურობა, მაგრამ მოვლენები ვითარდება ძალიან სწრაფად. საქმე ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ის პერიოდია, როდესაც ძალიან რთული ვითარებაა. ეს არის სამოქალაქო ომი ალბათ ეს არის
ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამის ფონზე ეხლა ამაზე ვისაუბრებთ ოღონდ შემდეგ საუბარში. და ამის ფონზე კი მაინც ესე იგი ეს მისიონერული მსახურება არ წყდება და ეხლა მინდა გადავინაცვლოთ ჩვენ ესე იგი აჭარაში. ნუ აჭარაში თვითონ პატრიარქმა იმოგზაურა თავის დროზე 1999 წელს, მერეც როდესაც უკვე შესაძლებელი გახდა, აი ამ თემას რო შეხებოდა, სხვათა შორის აქვე მინდა გავიხსენო ძალიან საინტერესო ჩანაწერები არსებობს ბატონი თედო სახოკიასი. თედო სახოკია აი უდიდესი პიროვნება და რა ვიცი რა უწოდო მწერალი, ეთნოგრაფი, რა ყველაფერი, ნუ საზოგადო მოღვაწე, ძალიან დიდი საზოგადო მოღვაწე და მას აქვს ეს წიგნი აჭარაში მოგზაურობის შესახებ აღწერილი და იქ არის ძალიან საინტერესო, რა იცით, ძალიან საინტერესო, რომ აჭარის თემა ყოველთვის ძალიან მტკივნეული თემა იყო ქართველებისათვის. აი სწორედ აი ამ 300 წლიანი ამ ზეწოლის თუ ამ დაპყრობილი იყო თურქეთის მიერ და ნუ აი ეს მუსლიმური თემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამ თედო სახოკიას უწერია, რომ როგორც კი მე-20 საუკუნის დასაწყისში, როგორც კი გაიხსნა, ესე იგი საზღვრები და საშუალება მიეცა, ესე იგი აი იმას განახლებულიყო ეს ურთიერთობა, თედო სახოკიამ იმოგზაურა აჭარაში და ძალიან საინტერესო და გაგწერილი, მაგრამ თედო სახოკიას უწერია აი პირველი შეხვედრა აჭარლებთან ეს იყო მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს იქ სულ რაღაც ომები და ეს იყო და რაღაც პატარა შუალედში როგორ ჩამოვიდა აჭარის დელეგაცია საქართველოში და ილია ჭავჭავაძე წმინდა ილია მართალმა და აი მაშინდელმა დიდმა დიმიტრი ყიფიანმა და დიდმა მოღვაწეებმა როგორ მიიღეს ეს დელეგაცია და როგორი საოცარი სიხარული იყო აი ამ შეხვედრის. აი რაღაც ამდაგვარი რამ იყო აი ეს მე-20 საუკუნის მიწურული, როდესაც აი ამ უკვე საბჭოთა კავშირის რღვევის პირობებში უკვე ესე იგი საშუალება გამოჩნდა, რომ აი მათ შორის აი ბევრი თემა წამოიწია და აი პატრიარქის მოგზაურობა აჭარაში და აჭარაში ხა ვამზადებ მე ამ თემას, იმიტომ რომ აი ამ განყოფილების ალბათ ერთ-ერთი პირველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არ ვიცი რა უწოდო ღონისძიება თუ დიდი გეგმა თუ აი დიდი მასშტაბური ეს იყო აი ძალიან მასშტაბური მისიონერული მოგზაურობები აჭარაში, აი როგორ მომზადდა ეს რა აუძღოდა წინ ამას და ეს უნდა მოგიყვეთ ახლა. და მოკლედ თან იქ სტიქიური უბედურება იყო აჭარაში, დაიმეწყლა სოფლები, ნუ რაღაცა ეს ყველაფერი ერთად არის და ნუ ეს პატრიარქის მოგზაურობა და ნუ რაღაცა ესე იგი ეს თემები წამოვიდა წინ, ეს არის პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის აჭარის გაქრისტიანების საკითხი. აჭარის გაქრისტიანების, იმიტომ რომ 300 წელი მაინც ძალიან მძიმე წლებია ჩვენ ვისაუბრეთ კიდევაც აჭარაში აი რის ხარჯზე როგორ გამუსლიმა, როგორ მოხდა მოსახლეობის გამუსლიმანება თუ გამაჰმადიანება, კიდევ ვერ გავარკვიე სწორად როგორ არის ეს სიტყვა, გამაჰმადიანება ალბათ, რასთან იყო დაკავშირებული, როგორი მძიმე პროცესი იყო ესა, რამდენი სისხლი დაიღვარა და ეს ყველაფერი არსებობს, მაგრამ აი ამ აჭარელ ხალხთან ნუ ქართველებთან რა, ქართველებთან შეიძლება ჩვენზე უკეთეს ქართველებთან. იმიტომ რომ დავიწყეთ მათთან, ხა მე პირადად ჩემ გამოცდილებას მოგახსენებთ, ესე იგი ისეთი ქართული გვესმოდა ყურში, რომ აი რა გითხრათ რა, აი ნუ ბევრად უფრო სუფთა, ბევრად უფრო დახვეწილი ვიდრე ჩვენი საუბარია და
და ის ქართული, რომელზეც 300 წლის წინ ლაპარაკობდნენ ჩვენი წინაპრები. აი ეს ქართული პირველი რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ასე რომ აჭარლების ქართველობაში ეჭვის შეტანა ნუ ეს ხო წარმოუდგენელია, მაგრამ აქ ლაპარაკი სხვა რამეზეა კიდე რომ არა მარტო ენა შემოინარჩუნეს ამათმა ქართული ენა, არამედ არ ვიცი სხვა რა სიტყვა ვიხმარო, ნუ ალბათ სიდარბაისლე რა, სიდარბაისლე, არ ვიცი ეს სიტყვა სხვა ენაზე თუ შეიძლება მე ადრეც მithქვამს რომ თარგმნოთ რამენაირად, აი არ ვიცი რა სიტყვა უნდა ვიხმაროთ, აი დარბაისელი ქართველი, დარბაისელი. ნუ აი ამ ყველაფერზე მინდა რომ მოგიყვეთ, ოღონდ ჯერ სანამ უშუალოდ აი ამ აჭარელი ადამიანის თუ აი ამ ხარის უშუალოდ რა მოგიყვებოდეთ ამის შესახებ, აი წინაპირობა რა იყო. რა იყო და აჭარაში უკვე ესე იგი 99 წლიდან დაიწყო აქტიური მოღვაწეობა ჩვენმა ეკლესიამ და მეუფე სპირიდონი მაშინ მოძღვარი იყო და ნუ მისი დიდი შრომით თუ მეცადინეობით ხულოში გაიხსნა სასულიერო სემინარია. ხულოში გაიხსნა სასულიერო სემინარია და ნუ აი დიდი რაღაცა რა თქმა უნდა ამას ძალიან დიდი სირთულეები მოყვა. მოკლედ ეხა აი რასაც მე თვითონ შევესწარი უკვე უშუალოდ იმას მოგიყვებით, თუმცა აქ ბევრი რამ არის კიდე მოსაყოლი, მეუფე იობი, მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი მოღვაწეობდა იქა და ნუ რა ვიცი, აი ბევრმა ადამიანმა იშრომა, მაგრამ ეხა ესე იგი თანმიმდევრულად კი ის არის, რომ უკვე 1991 წლის შემოდგომაზე, ნუ ეს არის ოქტომბერი, პატრიარქმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეთანხმებით, რომ მამა დავითი, დეკანოზი დავით დათუაშვილი აღიკვეცა ბერად სიუნში, მე ვესწრებოდი მის აღკვეცას და მინდა გითხრათ, რომ ვერ გადმოგცემთ ეს რა იყო. ნუ ეს არის დავიწყოთ იქიდან ისევე, რომ ეს არის პატრიარქის საოცარი აზროვნება და პატრიარქის საოცარი ხედვა. ნუ მამა დავითი, რომელსაც ოჯახი ყავდა, შვილები, ნუ რა ვიცი, ასაკოვანი მშობლები, აი და უცებ ესეთი გადაწყვეტილება შესთავაზა, ეხა უშუალოდ როგორ მოხდა მასთან ეს წინასწარი საუბარი, რა თქმა უნდა, მამა დავითი დიდი ხნით ადრე ემზადებოდა ამისთვის, საიდუმლოებასაც შეიძლება არ არის სწორი ჩემი მხრიდან, მაგრამ აი ისევ ეს პატრიარქთან არის ყველაფერი დაკავშირებული. იგი მონაწილეობდა 1999 წელს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლის ჩამობრძანებაში და აი მაშინ ესე იგი ჯერ კიდევ მაშინ ქონდა ესეთი აზრი, ისიც კი ფიქრობდა, რომ ათონის თვალზე ხო არ დარჩენილიყო საერთოდ და 99 წელია და კიდე კაირო ეს არ გააკეთა, კიდევ კარგი, იმიტომ რომ თურმე არ ვიცოდი ჩვენ რა ვიცით ხო, რომ ამ საბჭოთა კავშირსა და საბერძნეთს შორის მოლაპარაკება არსებობს, რომ არავითარ შემთხვევაში ესეთი ფაქტები არ დაუშვენ, ესე იგი ემიგრაციის ხო და ნუ არ დამთავრდებოდა კარგად ეს ყველაფერი, ფიქრობდა მამა დავითი ამაზე და აი დადგა ეს დრო, როდესაც უკვე დაინიშნა მისი ბერად აღკვეცის დღე, ეს იყო ოქტომბერში და ნუ გამოცხადა ჩვენ ყველანი დავესწარით ამ მის ბერად აღკვეცას და ესეც ძალიან მოულოდნელი იყო, უცებ რატომღაც პატრიარქმა მას უწოდა დანიელი სახელი, დანიელი. ძალიან უცხო სახელი იყო მაშინ ეს დანიელი, ნუ გასაგებია ხა დიდი წინასწარმეტყველის სახელია და მე როგორც გავიგეთ, ნუ რა ვიცი, დანიელის დიდი მისიონერი იყო ძალიან. არ ვიცი პატრიარქს რა ქონდა მხედველობაში და როგორ მოხდა მისთვის სახელის წოდება, მაგრამ აი მე უკვე მამა დანიელი აღიკვეცა ბერად სიონის ტაძარში, მთელი ღამე იქ გაატარა.
რამდენი ღამე ხა ეგეც აღარ ვიცი, საერთოდ წესი იყო ესეთი და ჩვენ თანდათანობით ვცდილობდით რომ ამ წესისთვის ეს წესი შეგვესრულებინა 5 ღამე უნდა დარჩეს აღკვეცილი ბერად აღკვეცილი ადამიანი საკურთხეველში. თუმცა ეხა სიონის ტაძარში ამის გაკეთება ალბათ ძალიან რთული იქნებოდა, ეხა ვერ გეტყვით ზუსტად ამას. მაგრამ აღიკვეცა მეუფე დანიელი აღიკვეცა ბერად, გახდა მამა დანიელი და მალე პატრიარქმა იმის შესაბამისად რა ხარისხის იყო, დეკანოზი იყო მაღალღირსი და აიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში. ოღონდ ეს იყო დასაწყისი თურმე ამ მოვლენების და აი სულ მალე მე ესე იგი ჩემ თვალწინ მოხდა ეს რომ აჭარიდან ჩამოვიდა დელეგაცია ხულოდან ჩამოვიდნენ აჭარლები რომლებიც პატრიარქმა მიიღო ვესტრებუდი ამ შეხვედრას საპატრიარქოში და მამა დანიელიც ესწრებოდა და მოკლედ ამათ მოითხოვეს იქ ძალიან რთული ვითარება შეიქმნა აი ამ ხულოს სასულიერო სემინარიის გამო იქ მოსახლეობა რაღაცა უკმაყოფილობა იყო და ესენი ჩამოვიდნენ ვინც ჩამოვიდნენ სხვათა შორის ყველანი ქრისტიანები არც იყვნენ მაგრამ ინტელიგენცია თუ რა ვიცი რა უწოდოთ სახეებიც კი მახსოვს იმ ადამიანების სახელებს ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ აი სახე მახსოვს სახეები და როგორ შემოვიდნენ საპატრიარქოში, როგორ მიიღო პატრიარქმა, როგორ ისაუბრეს და მოკლედ აი ამათ სათითაოდ ისაუბრეს, მოუყვეს დელეგაცია იყო ალბათ 1.7-8 ადამიანი დაახლოებით და მოკლედ ესე იგი მოუთხრეს თავიანთი განსაცდელის შესახებ და მოითხოვეს რომ ახალი სასულიერო პირი დანიშნულიყო, რომელიც იქ არსებულ პრობლემებს სხვანაირად მიუძგებოდა და ესე იგი რაღაცა მოაგვარებდა და პატრიარქმა აი პატრიარქზე გიყვებით რა სინამდვილეში ხა მე გიყვებით ამბებს, მაგრამ გიყვებით აი პატრიარქის პორტრეტი როგორია, აი ვინ იყო ჩვენი პატრიარქი, რაღაც საოცარი პიროვნება და ძალიან გულისხმიერად მოусმინა, ძალიან ყურადღებით და არ ვიცი აი ეს სწრაფად როგორ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება და უთხრა რომ აი მე თქვენ ახლა დაგინიშნავთო ახალ მოძღვარსო და უცებ დასახელა მამა დანიელი. ესე იგი აი მოწყვეტილ წაზე რომ მეხი გავარდება რაღაც ესეთი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე ევალა მისიის განყოფილების ხელმძღვანელი ხო იყო, მაგრამ ესე იგი თუ რამე იყო გასაკეთებელი, აი რაღაცა რთული სამუშაო, ცოტა იყვნენ მაშინ ესეთი აქტიური სასულიერო პირები, ვისაც დიდი მრევლი ყავდა, რაღაც ადრეა ჯერ 91 წელია და მე მადლობა ღმერთს გამოჩნდა, მაგრამ მაშინ ესე იყო, რომ აი მართლა გულიდან რომ მოიწყვიტავ რაღაცას და მართლა ყველაფერს რო საკუთარ თავზე აიღებ, აი ესეთი იყო რა ჩვენი პატრიარქი და ისე იმოქმედა ამ ადამიანების მონათხრობმა, გულის ტკივილმა, ყველაფერმა, რომ აი პირდაპირ ადგა და იქვე დაუნიშნა აი მეუფე დანიელი, მაშინდელი მამა დანიელი და დაუნიშნა უთხრა, რომ აიო, საუკეთესოს ეს სიტყვები მახსოვს პირდაპირ, საუკეთესოს გატარდო რა. აი ისინი ათქნენ მოკლედ რომ წავიდნენ, აი გახარებულები მიდიან, რომ აი რაღაცა შეიცვლება მაცხოვრებაში. ისინი კი წავიდნენ გახარებულები, მაგრამ აი ჩვენ თავზარი დაგვეცა რა. განსაკუთრებით მე, იმიტომ რომ როგორ გითხრათ, აი ეს ბოლო 3 წელი განსაკუთრებით ამ წმინდა ნინოს გზებზე სიარულის დროს და ისედაც მანამდეც ჩემი მოძღვარია და როგორი მოძღვარია, იცით აი ესეც ხო გითხარით ეს ინსტიტუტი, მოძღვრის ინსტიტუტი პატრიარქმა
პატრიარქმა დააფუძნა რა საქართველოში და როგორი მოძღვარია ცით რომ აი ყველაფერს რო ვეკითხები, აი ყველაფერს ნუ აი ამოვისუნთქე რა ცხოვრებაში ყველა გადაწყვეტილების მიღება მანამდე მე მიწევდა და ეხლა რა იმე შეკითხვა თუ მაქვს მივდივარ და ყველაფერს ვეკითხები და უცებ ეხლა მეუფე დანიელი აღარ იქნება რა. ანუ იქნება უცხოაგან ესე იქ ამ აჭარაში რო წავა ხა აჭარაში ხო არ ვივლი ხა შეკითხვების და ნუ შეუძლებელია რა შეუძლებელია იმიტომ რომ ეს ჩემი მსახურება მაქვს ხო და ნუ ახალი დანიშნული ვარ უკვე ქაშვეთის ტაძარში ვარ გადაყვანილი ნუ ეს კიდე ამაზე ხო გითხარით მე მოგიყვებით რა მოხდა იმ ჩვენი ცხოვლიდან ქაშვეთში როგორ და ესეც ჩვენი სკოლის წინამძღვარია რა ამ დროს და უცებ ყველაფრიდან თავისუფლდება ყველა მოვალეობიდან და ინიშნება აჭარაში ნუ ძალიან ძიმე გადაწყვეტილება იყო, ნუ გააცრებლებით, იმითი რაღაცა, ნუ აი შიშით რა ფაქტობრივად რა იქნება არ ვიცით რა და ნუ ბოლოს მომზადა გასამგზავრებლად და გამოვიშვიდობე და წავიდა და არ ვიცით სად წავიდა რა. მაგრამ აი ეს ის განგებაც ესეთი იყო და პატრიარქმაც რა თქმა უნდა ეს გაითვალისწინა, როცა მეუფე დანიელი გაუშვა, რომ მეუფე დანიელი კი არ გაუშვა მარტო. ანუ მთელი ეს სტრუქტურა რა, რომელიც აი მეუფე დანიელის ეს წმინდანინოს გზაზე მოგზაურობები, აი ეს ხალხი რომელიც ფაქტიურად აი ბოლომდე მხარში ედგა, აი ფაქტიურად ეს ამ სტრუქტურას მიცა მიმართულება ფაქტიურად მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილებას ჩემი ჩათვლით. ეხლა რა მოხდა? მოკლედ რაღაც დროის შემდეგ ახლა თან მოგეხსენებათ მობილური ტელეფონიც არ არსებობს მაშინ კავშირი რთულია და რაღაცა დრო გავიდა და მოკლედ მეუფე დანიელმა შემოგვითვალა იქიდან ხულოში ჩავიდა იქ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ უკვე იქ მამა დავითი არის კიდე მამა დავითი რომელიც დღეს არის მიტროპოლიტი დიმიტრი მეუფე დიმიტრი მაშინ მამა დავითი იყო რომელიც დანიშნა პატრიარქმა ბათუმში დანიშნა საკათედრო ტაძრის წინამძღვრად და ნუ მისი მოღვაწეობა იქ ძალიან მნიშვნელოვანია აჭარაში დღესაც დიდი შრომას ეწევა და ნუ ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ აი ბათუმის აი დღეს არის ბათუმი ძალიან ძლიერი და ღრმად ქრისტიანული ქალაქი რა. ხო და ეს არის ყველაფერი მეუფე დიმიტრის დამსახურება და მაშინ ახალი დაწყებული აქვს იქ ბათუმშიც არის სემინარია გახსნილი, სკოლა, იქა სამრევლო სკოლა, მოკლედ ესეთი დიდი შესაძლებლობები აქვს და ჩვენ ესე იგი მოკლედ მეუფე დანიელმა ესეთი რამ შემოგვითვალა. აი ეს უნდა მოგიყვეთ ახლა. ესე იგი როგორ აიწყო ახლა ეს ამბავი ამას ნუ თანდათანობით ალბათ დეტალებსაც მოგიყვებით, მაგრამ ახლა რაზე არის ლაპარაკი. ესე იგი გარკვეული დროის შემდეგ უკვე იქ ყოფნის არ გავიდა დიდი ხანი ალბათ ერთი თვე შეიძლება რომელიც ჩვენ საუკუნედ გვეჩვენება, მაგრამ ნუ ესე იგი სადღაც ერთ თვეში შეიძლება ნაკლებში უკაცრავად შემოგვითვალა და მე შემომითვალა პირადად მე შემომითვალა რომ ესე იგი აი იწყება ესეთი მისიონერული მოგზაურობა რა ყოველ პარასკევს საღამოს ესე იგი წინასწარ რა თქმა უნდა ამას ვემამზადებთ ვიღებთ ბილეთს მოკლედ ამ საქმის მთლიანი ორგანიზაცია მე დამევალა ესე იგი მივდივარ სადღაცა სამმართველოში თუ სადგურში თუ სარკინიგზის სადგურში და მოკლედ ერთი ვაგონი რო ვიანგარიშეთ მატარებელი ნუ ხო დადის ბათუმში მატარებელი ჩოლობრივ მატარებელი დადის და რო ვიანგარიშეთ ესე იგი კუპირებული ვაგონი რო აგვეყო მთლიანად კუპირებულ ვაგონში არის 36 ადგილი ნუ მაშინ ვაგონებს ეხლა კი აღარ ვიცი უკვე რა და როგორ არის ხო და არ არის საკმარისი
ჩვენ ბევრნი ვართ მრევლი, მთელი მრევლი, რომელიც დადის ამ წმინდანის გზაზე და რაღაცა ვისაც შეუძლია, მაგრამ აი 36 ადგილი მაგალითად აღმოჩნდა რომ ცოტაა და ამიტომ ჩვენ ესე იგი დავიქირავეთ ეგრეთ წოდებული პლაცკარტი, ესე ქვია. ხა რა განსხვავება ისეთ კუპეში 4 ადგილია და კარები იკეტება. კარები არ იკეტება და იმ 4 ადგილის გარდა კიდე კორიდორი, რასაც ქვია, იქაც არის ადგილები და ამიტომ ამის ხარჯი არის 54 ადგილი. ხა თუ ზუსტად მახსოვს ეს ყველაფერი. მოკლედ, ყოველ პარასკევს მივდივარ და ვღებულობ პარასკევის თვის, ვღებულობ 54 ბილეთს, ატარებლის ბილეთს. ისეთ საინტერესო ბილეთები იყო რაღაცნაირი. 4 კუთხედის სქელი მუყაოსი, რაღაცნაირი ამ შენობა. ხო და მოკლედ აი ეს პლაცკარტი და ესე იგი ესეთი გათვლა ესეთია, რომ პარასკევს საღამოს ჩვენ გავემგზავროთ და ორშაბათს დილით მერე უკვე უნდა დილით ადრე უნდა დავბრუნდეთ თბილისში და ვეციოთ მერე ჩვენ საქმეს. ყველა სამსახურია, ყველა რაღაცა და მოკლედ ესე იგი ეს პირველი მოგზაურობა, ხო მოგიყვებით დეტალებს როგორ იყო და შემდეგ ესე იგი ეს ალბათ 92 წლის თებერვლამდე გაგრძელდა. მოკლედ აი ესეთი ინტენსიური მოგზაურობა, უკაცრავად. ესეთი ინტენსიური მოგზაურობა კიდევ ერთხელ. უკაცრავად. მოკლედ გაგრძელდა სადღაც ესე თებერვლამდე რა. 1992 წლის თებერვლამდე. მოკლედ აი ეს 54 ადამიანი, ხანდახან ივსება, ბოლომდე ხანდახან არ ივსება, მაგრამ ძირითადად ივსებოდა. ესე იგი, აი ესეთი სქემა შექმნა მეუღლე დანიელმა. აქედან მივემგზავრებით ამ პლაცკარტით. ჩავდივართ დილით, შაბათ დილით უკვე ჩავდივართ ბათუმში. იქ ხვდებიან და მამა დავითი ძირითადად და ჩვენ მივდივართ მამა დავითთან ან სკოლაში ძირითადად გიმნაზია იყო გონითვალისწები და იქ ესე იგი მატარებლის შემდეგ მოუწესრიგდებით ხოლმე და გვასაუზმებს მამა დავითი და ამის შემდეგ ჩვენ უკვე ხვდება ხულოდან გამოგზავნილი ავტობუსი, მეუღლე დანიელე გვიგზავნის იქიდან ავტობუსს და აი ამ ავტობუსში ვსხდებით და მივემგზავრებით ხულოში. ხულოში 80 კილომეტრია დაახლოებით ბათუმიდან ხულომდე, გზები ახლა რა მოგახსენოთ, დაახლოებით ერთნაირია დღეს, შეიძლება უკეთესი, მაგრამ ესეთი რა. მივემგზავრებით ჩავდივართ ხულოში, იქ გვასადილებენ, მეუღლე სემინარიაში, ამ ხულოს სემინარიის შენობაში მივდივართ, ვისადილებთ საღამოს ლოცვა იწყება ცოტა მოგვიანებით შაბათია, მაგრამ ჩვენ ამ ლოცვას, ხა როგორც მახსოვს ისე გიყვებით რა, ლოცვას არ ვესწრებით და ესე იგი ვსხდებით აი ამ ავტობუსში თუ იგივე რითიც ჩავედით და ყოველ შაბათს არის დაგეგმილი რომელიღაცა სოფელი. ან რამდენიმე, მაგრამ უფრო ძირითადად ერთი სოფელი მაღალმთიან აჭარაში უკვე. ხულოდან გავემგზავრებით ამ ავტობუსით, ხან 9 საათი, 1 საათი უნდა გზას, ხან ცოტა მეტი, თუ უკვე ძალიან მაღლა ავდივართ და გადმოვდივართ ამ ავტობუსიდან, წარმოიდგინეთ რა სიტუაცია, თან ზამთრისპირია უკვე, გადმოვდივართ ამ ავტობუსიდან, ეს 54 ადამიანი, თუ ამდენი ავტობუსი იყო აღარ მახსოვს, მაგრამ აი ეს ამდენი რაოდენობის ადამიანები და იქ სადღაც ეკლესია, იქ ნაეკლესიარები არის, ოღონდ ესე ბევრი არა, ესე ყველა სოფელში არ არის და სადღაც სოფლის ცენტრში ვიხდით პარაკლის და ეს როგორც საღამოს ლოცვა ისე გვეთვლება და ამის შემდეგ ვიწყებთ კარდაკარ-სიარულს სოფელში. კარდაკარ-სიარულს და ესე იგი ოჯახში დაბინავება და შემდეგ დილით ადრე
დილით ადრე ვიკრიბებით, ეხლა მე ჯერ სქემას გიყვებით და მე აი როგორ მოხდა და რა შემთხვევები იყო და საერთოდ კონცეფცია როგორი ამასთან დანათანობით მოგიყვებით, მაგრამ მოკლედ აი სქემა ესეთია, რომ დილით ადრე, არ ვიცი, ალბათ 5 საათზე დილით, 5 საათზე მოვდივართ ყველანი ისევ იმ ადგილას, მოდის ჩვენთან ისევ ავტობუსი, სხდებით ამ ავტობუსში, ჩამოვდივართ ხულოში, ხულოში დილით ტარდება წირვა და აი ამ წირვის შემდეგ ჩვენ ესე იგი ავტობუსით ისევ მოვემგზავრებით ბათუმში, წირვის შემდეგ ვისადილებთ, ავტობუსით ავტობუსებით მოვდივართ ბათუმში და საღამოს უკვე ბათუმიდან მოემგზავრება მატარებელი, რომელზეც არ უნდა დავაგვიანოთ, რა თქმა უნდა და მატარებელი და აი მატარებლით შემდეგ მოემგზავრებით და ჩამოვდივართ უკვე მთელი ღამე გზაში ვარ და დილით ადრე ჩამოვდივართ თბილისში და უკვე იწყება მერე ჩვენი სამუშაო კვირა და შემდეგ პარასკევსაც ზუსტად ასე. აი ესე იგი რამდენი 2-3 თვე თუ 4 თვე, აი მაქსიმუმ 4 თვე, მეტი არ იყო. აი ესე 4 თვე ყოველ პარასკევს ესეთნაირად მოვემგზავრებოდით. აი ეს იყო სქემა, რომელიც ფაქტიურად მეუფე დანიელმა პატრიარქის კურთხევით ააწყო და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი პატრიარქის კურთხევით ხდება და ჩვენ ეხლა რა არის ამისი შინაარსი, ამისი მიზანი, ესე იგი აი როგორ შეიძლება ამის რომ ეს მოხდეს, აი რა. ეხლა ყველაფერი მინდა რომ მოგიყვეთ, ყველაფერი მინდა რამდენადაც შესაძლებელია. დავიწყოთ იქიდან რომ თავი ამ ყველაფრის ესე იგი არის ისევ ეს ქართული ხასიათი, ეხლა რა მოქმედებაში. ესე იგი ძირითადად ჩვენ სადაც მივდივართ, იყო უკვე მაგ დროისათვის აჭარაში ქრისტიანული სოფლები თუ ადგილები, ოღონდ ეს იყო ძირითადად ქვედა აჭარაში ხულუმდე. იქაც დავდიოდით მე ჩვენ, იქაც ყოფილვართ იმ სოფლებშიც, მაგრამ ძირითადად ხულოს ზემოთ ხედელობაში მაქვს, იმიტომ რომ იქით შემდეგ გოდერძის უღელტეხილია და აი მიმართულებით რა, მთიანი აჭარა, რასაც ქვია. აი ამ მთიან აჭარაში მოკლედ ძირითადად ცხოვრობს გამაჰმადიანებული ქართული მოსახლეობა. ხო და იმას ვამბობდი, რომ გამაჰმადიანებულები კი არიან ესენი, მაგრამ ესენი არიან არა მარტო ნამდვილი ქართველები, არამედ ჩვენზე უკეთესი ქართველები. ეხლა რა მოგიყვებით და დამეთანხმებით, მარტო ეს რაღაც ემოციური შეფასებები კი არ არის, რომ ის კარგია და ის ცუდია, არა. არა, რაღაცა ისეთი ის არის. აი რა რითი ვისარგებლეთ, ესე რომ ვთქვა ჩვენ. ესე იგი, ჩვენ მოვხვდით ძველ საქართველოში. ძველ საქართველოში, სადაც მაგალითად აი პირველი მთავარი პრინციპი და წესი, ეს არის რა გითხრათ, აი უმაღლესი ხარისხის სტუმართმოყვარეობა. კი ჩვენ ახლა მე მთელ საქართველოში დავდიოდით და მივდიოდით ოჯახებში და გვებულობდნენ ესე უბრალოდ აი ღამე მიადგები საღამოს და ევრები რომ აი ღამე გამათევინე რაღაც მანამ უკვე კინო იყო მაშინ მუნი რაჭაჩემი სიყვარული თუ რაღაცა და იქ არის სადღაც უცხოეთში მოხვდებიან და მასპინძელო დაუძახებენ და იქაც კი მოკლედ აი უცხოეთშიც კი აღმოჩნდა რომ არსებობს ეს ქართული წესით იქაც კი გაათიეს ღამე ესე და მიიღეს მასპინძლებმა ანუ საღამო სოფელში რომ მიადგები და რომ შეძახებ ესე იგი მიიღებენ თუმცა საქართველოს სხვა მხარეებში და განსაკუთრებით აი თბილისს რო ახლოვდებოდით რთულდებოდა და მე მაგალითად ესეთი შემთხვევაც კი მქონდა არ დავასახელებ რა თქმა უნდა სოფელს არ ვიტყვი მაგრამ რაღაც ერთ-ერთ სოფელში თაში სხვათა შორის ვერ მიგვიღეს არ ვიყავით ბევრი 1-20 ადამიანი ვიყავით თუ რაღაცა და მოკლედ ვერ მიგვიღო სოფელმა და ტაძარში მოგვიწია ღამის გათენება აი რაღაც ესეთი შემთხვევაც კი აი ხა აჭარაში ეს არის გამორიცხული ამბავი რა ეხლა რა არის რატოა გამორიცხული მოკლედ სტუმართმოყვარეობა ანუ სტუმრის მიღება აჭარაში ეს არის რაღაცა უმაღლეს ხარისხში აყვანილი ეხლა რა ნახეთ პირველი ეხლა რაც გავიგეთ მაშინ ჩვენ და რაც
ესე იგი აი ამ მოგზაურობს წინასწარ არ ვიცოდით ეს ყველაფერი, მაგრამ აი ვიცოდით რომ ნუ აქ სტუმარს ესე არ დატოვებენ ღამე და მიუხედავად იმისა რომ იციან რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები. ესენი არიან მუსლიმები და ახლა აი ამაზეც უნდა მოგიყვეთ ესე იგი მათი მაჰმადიანური წარმოდგენები როგორია. მაგრამ ახლა დავიწყოთ სტუმართ მოყვარებით. ესე იგი აჭარული სახლი ხის სახლები არის მთელ აჭარაში და როგორია იცით თან ეს სოფელი აი ჩვეულებრივი გაგებით სოფელი კი არ არის. ესე იგი ეს სოფელი არის ისეთი ლანდშაფტი იქა რომ შეფენილი არის ფერდობებზე. ანუ ერთ სოფელში რომ ვიდიხარ, აი რომ გახედავ ხეობის მეორე მხარეს იქაც ერთი სახლი იქაც, ერთი სახლი იქა, აი ეს არის სოფელი და აი აქ უნდა აი აქ მივდივართ რა. ხო და ესე იგი ეს სახლი თვითონ აჭარული სახლი დგას ხის ფეხებზე, მაღალ ფეხებზე. იმიტომ რომ ნესტია, იმიტომ რომ ნესტიანია იქაურობა, ჩაკეტილია ამ გოდერძის უღელტეხილი და ზღვის ჰაერი მოდის აქა, შემოდის და ნუ ნესტია. ამიტომ მაგალითად აჭარაში საუკეთესო პირობები არის თამბაქოს გაზის და ეგ ჩვენ რომ ჩავდიოდით უკვე ეს შემოდგომა იყო და ეს რაღაც საოცარი სუნი იდგა თამბაქოს ფოთოლს. დიდი ფოთლები აქვს რაღაცნაირი და ყველა სახლში ლამის ეკიდა და შრებოდა და საოცარი ეს სუნი იდგა პირდაპირ რაღაც არაჩვეულებრივი. მერე გავიგეთ რომ ეს თამბაქოს ფოთოლი ძალიან კარგი არის თურმე ტანსაცმლის შესანახად, აი სკივში რო დებენ თქვა ზამთარში, ხო, აი ნაფტალინის მაგივრად თუ თამბაქოს ფოთლებს ჩააფენ, არაჩვეულებრივად ინახავს რა, მაგრამ ეხა ეს თამბაქო რაშვეშია ეხა, ნუ ნესტია. აი ამ სახლს, რომელიც დგას ფეხებზე, ეხა უნდა გითხრათ საოცარი ამბავი. ესე იგი აქვს ცენტრალური შესასვლელი, საიდანაც შედიხარ, ოჯახი სადაც ცხოვრობს რა. და უკანა მხარეს აქვს კიდევ ერთი კიბე. კიდევ ერთი ეს მაღალი კიბით ადიხარ და ნუ აი მეორე სართულიდან იწყება რა სახლი მოკლედ. ამას აქვს კიდევ ერთი კიბე უკანა მხარეს, რომელიც შედის მხოლოდ ერთ ოთახში. მხოლოდ ერთ ოთახში შედის, რომელსაც ოჯახი არ იყენებს. თუმცა ეს ოთახი გამზადებულია და გაწყობილი არის, საწოლი, თეთრეული, კი არა და ესე იგი ღუმელი. აი ღუმელი რო შეხვიდე და შეშის ღუმელია და რო აი დაანთო რა. ოღონდ ოჯახი იყენებს ჰორიზონტალურ ღუმელს, ანუ აი სიგრძეში წაგრძელებული ღუმელი დგას სახში და ამას იყენებს, იმიტომ რომ ამ ღუმელს მერე რო ცხელდება ჩაიდან სადგამენ ზეიდან, საჭმელს აცხელებენ, ხო, ეხა მაშინ ის გაზი და რაღაც ის არ იყო, ხო და ღუმელზე კეთდებოდა ძირითადად საჭმელი. და სტუმრის ღუმელი არის ვერტიკალური, აი მაღალი ღუმელი არის ესეთი, რატო? და იქ შეშალს იქვე აწყვია სულ. იმიტომ რომ ღამე რომ მოხდეს ისე რომ დააგვიანდეს სტუმარს და რო არ მოერიდოს ოჯახის გაღვიძება, შეუძლია იქ ავიდეს. ამ იცის, ყველა მიცის თან ეს აჭარაში თუ მოხვდი ადამიანი, ნუ აი ხაი ჩვენც ვიცით ესა რა. ხო და შედიხარ ამ უკანა მხრიდან და ეს გამუშრალი მშრალი შეშა არის იქა, რომელიც ვერტიკალურად შეაწყობ ამ ღუმელში და რო წაუკიდებ, იქვე დგას ნავთით ბოთლი და რო წაუკიდებ იმ წუთშივე ინთება და იმ წუთშივე თბება ეს. იმ წუთშივე თბება განსხვავებით იმ ჰორიზონტალური ღუმელიდან, რომლის ანთებაც რთულია. ნუ ერთხელ რო ანთებ, მერე კი შეინარჩუნებ, მაგრამ ესე უცებ ასანთებად არის. აი ასე არის მოწყობილი საწოლი დგას. ნუ წყალი დგას იქ დოქით. სულ ამას დიასახლისი ყოველ დილით მერე ალაგებს ამას. მაგრამ ნუ ეს გამზადებული სულ არის და მოკლედ აი ესე შეუძლია ადამიანს მივიდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახში რო შედიხარ, რომ მიაკითხავ, რომ ის თავის ოჯახში არ მიგიღებს და იქით გაგიშვებს, არა. იქ არის აი ესეთი ღამის მგზავრისთვის, რომელიც შეიძლება, ნუ ეთყობა მაღალმთიანი მხარეა და როგორ ჩანს ასეთი მგზავრები არსებობდნენ და ამაზე მე კიდე მოგიყვებით. ესე იგი, ეს არის ერთი. აი ჩვენ ამით ვსარგებლობთ, ეხლა რომ ჩვენ მიუხედავთ იმისა, რომ ქრისტიანები ვართ, უარს არ გვეტყვიან მასპინძლობაზე. ეს ერთი. მეორე, ესე იგი თვითონ ეხლა ხო გეუბნებით, მე არ ვიცი პატრიარქმა ეს ყველაფერი საიდან იცოდა.
არ მქონია ამაზე საუბარი, მაგრამ რო იცოდა ეს ცხადია და ამიტომ ესე იგი ფაქტიურად მეუფე დანიელის საშუალებით პატრიარქი გვაგზავნის მოკლედ ამ ოჯახებში. ნუ გაგზავნის მიზანი ის არის, რომ შედიან ეს ქრისტიანები, ხო? ნუ ინტეგრაცია რა ფაქტიურად, არა მარტო ნაციონალური ხასიათის, არამედ რელიგიური, იმიტომ რომ რო შეხვალ ეხლა რატომ მივდივართ ჩვენ? იმიტომ აი სწორედ ქრისტიანობის გამო მივდივართ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები და ნუ ბუნებრივია რომ ამ ოჯახში რო შეხვალ თან სხვადასხვა ადამიანები არიან, სხვადასხვა პროფესიის, ასაკის, კაცები, ქალები და ბუნებრივია რომ ამ თემაზე იმართება საუბრები და აი შედის ეს ქრისტიანული განათლება შედის ამ ოჯახებში. ეხლა მეორე კიდევ ძალიან საინტერესო ის არის, რომ მოგიყვეთ ესე იგი საინტერესო ამბავი. კაცრავად. არ ვიცი ხა ეს ნუ დაემთხვა ალბათ რაღაცნაირად, რომ ზამთრის პირია და ძირითადად შობის მარხვაში გვიწევს ეს სიარული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პარასკევს შაბათს საღამოს ჩავდივართ და შობის მარხვის რო არის და რო შევდივართ ამ ოჯახში. ნუ ცხადია, რომ ეხლა მასპინძელი დატრიალდება და სუფრას გაგვიშლის რა. რო გვაჭამოს, საჭმელი რო გვაჭამოს. და საოცარი რაღაც აღმოაჩინეთ, რომ ჩვენ ესე იგი რომ ვეუნებით ამათ რომ უხსნით რომ ჩვენ მარხვაზე ვართ. მაინდამაინც არ უყვირთ ეს. არ უყვირთ კი არა. ანუ ოჯახი მომზადებულია, ზათარი, რომ აი მარხვის დროს სტუმარს გამომასმენდეს. ანუ რაღაც ესე იგი ბოსტნეული ის თუ რაღაცა კონსერვები აქვს, დაკონსერვებული ბადრიჯანი, თქოთ რაღაც ესე და გამოიტანს უცებ დიასახლისი სასწრაფოდ გამოიტანს ამ ესე იგი ამ ბოსტნეულს და მარხვის დროს ესე იგი ნუ არაჩვეულებრივად გვიმასპინძლდებიან. გარდა ამისა, კიდევ როცა არ არის მარხვა, ხსნილშიც გვიწევდა ხო იქ სიარული. გარდა ამისა, ამათ აქვთ ესე იგი მომზადებული უკვე იციან. ესე იგი, აი როგორ შეიძლება დიდი რაოდენობის სტუმრებს გამომასპინძლდეს. ესეთები არიან რა. და მაგალითად პირველი უცებ აი ძალიან სწრაფად, ესე იგი, დიასახლისი რო დატრიალდება, ძალიან სწრაფად გიშლის სუფრას და უკვე ძალიან მისვლიდან რამდენიმე წუთში შეგიძლია ჭამა დაიწყო, იმიტომ რომ იცის რომ მგზავრებში ერედა 1 საათ და 2 საათი გაუჭირდება დაცდა და პირველი რაც მოდის სუფრაზე ეს არის ეგრეთ წოდებული ბორანო, ესე ქვია, რომელსაც ესე ხმრობით ეძახიან სკორიპომეში, ესე იგი რომ აი სასწრაფო რა, ესე იგი სასწრაფო საჭმელი, აი ძალიან სწრაფად კეთდება ეს საჭმელი და მინდა გითხრათ რომ არის ნუ უგემრიელესი, იმიტომ რომ ესე იგი ერთადერთი აი რაშიც აი ნუ რა გითხრათ რა, რაღაც აი არაჩვეულებრივი ესე იგი ნუ ამ კლიმატის გამო თუ რაღაცა აქვს არაჩვეულებრივი რძის ნაწარმი იქ რა, არაჩვეულებრივი და ნუ მოკლედ ყველგან არის ოჯახში ერბო ეხა იქ მაცივარი და რაღაცა მაშინ არ იყო ეს რა რაღაცა როგორ ჩანს და როგორ ნუ ერბოს ინახავენ მაგალითად მე არაჟანი აქვს ესე იგი ყაიმაღი ესე ეძახიან როგორი არაჟანი ცით აი დანას რო ჩადებ და რო გადმოატრიალებ და რო არ ვარდება ეს დანა თუ ყავს რა რომ გაჭრა ეს აი ესეთი არაჟანი და მოკლედ ეს ბორანო რა არის ხა მეც დიდი ბოდიში მაგრამ მეც მომატკაში ნერწყვი ესე იგი ყველს დაჭრის დიასახლისი ყველს დიდ თეფშზე მართლაფა თუ რაღაც ესეთი იმაში ჩააწყობს ამ ყველს და ამ ერბოს ლამის წამოადუღებს აი გავარვარებულ ერბოს დაასხამს ამაზე რა აი ძალიან სწრაფად კეთდება ესა და ამაზე რომ დაასხამს ამ ერბოს ეს ადენობს ამ ყველს და
გემოც ესე იგი ეს ყველის გემოსაც ღებულობს, ნუ რაღაცა და ამას რო გადაიღებს უბრალოდ თეფშზე რო გადაიღებ და აი პულს რო ამ ერბოში ჩააწობ და ამ ყველს რო შეჭამ, ნუ აღარაფერი აღარ გინდა რა მე რა ისეთი ნუ ძალიან გემრიელი საჭმელია რა ისეთი სიხარულით მოაქვს და გიმას მიწდები. ნუ კიდევ ნუ აღარ ჩამოვთვლე ამ კერძებს და ნუ ერთი რამაც კიდევ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსხლის კომპოტი იყო თუ არ ვიცი მურაბა თუ რაღაც ოღონდ როგორი იცით შაქრის გარეშე ამზადებენ ეს ტკბილი ეს დიდხანს ადუღებენ და რაღაც სიროფი აქვს რა მოკლედ ოღონდ არის ძალიან არომატული და ძალიან გემრიელი აი ესეთნაირი საჭმელებით მოკლედ გვიმას მიცდებიან რომ მივდივართ ოღონდ ამას კიდევ ახლავს სხვა რამე კიდე რომელიც არის ძალიან შთამბეჭდავი ანუ შენ რო შედიხარ აჭარულ ოჯახში საოცარი შთაბეჭდილების ქვეშ ახარ და ნახეთ როგორ ესე იგი რომ მივდივარ სუფრაზე რომ და მიგვიპატიჟებს მასპინძელი და რომ დავსხდებით სუფრასთან ესე იგი ნუ არ შეგაწოხოს რა მასპინძელმა ეხა მეორე სართულიდან რომ ჩახვიდე ქვეით კი არის წყალი ეზოში მაგრამ აი ხელის დასაბანად არ გაგიშვებს ქვემოთ არ გაგიშვებს და ოღონდ კაცი გემსახურება რა აი ესეთი წესია რომ ოჯახის უფროსი პირსახულს გადაიკიდებს ჯამი უჭირავს ხელში და ცხელი წყალი მოვა გაცხელებული წყალი და ამ ჯამში გაბანიებს ხელებს და მე ამ პირსახულზე იმშრალებ და ნუ აი უკვე შეგიძლია სუფრას მიუჭდე ამის შემდეგ ესე იგი სუფრას ემსახურება მამაკაცი და ნუ დედაკაცი ესე იგი ეს ოჯახის დიასახლისი ამზადებს ამ საჭურველს ამ კაცს მოაქვს თეფს გამოგიცვლის რაღაცა ნუ მოკლედ რაღაც ეს ჩვენ მეუბნებით რომ არ გვინდა დავბრძანდით გავისაუბროთ რაღაცა მაგრამ კი რა თქმა უნდა საუბრობდით მაგრამ აი რაღაც ეს და ერთ ოჯახში კი ესეთი რამეც მახსოვს რომ აი ეს ხელის დაბანაც კი რომ ამაზეც არ შევეწუხებინეთ მასპინძელმა მოიტანა ძელი პირსახოცი რომლის ერთი ბოლო იყო ცხელი წყლით დასრულებული და ამ პირსახოცზე გაიწმინდავდი ხელს და მეორე ბოლოთი გაიმშრალებდი რა აი ესეთი საოცარი აი ესეთი ეს ხაი პირველი დახვედრა რასაც ქვია ნუ ამის შემდეგ ესე იგი იწყებოდა საუბარი უკვე აღსარებლობის შესახებ და ნუ ჩვენ უკვე როდესაც ეს უშუალო ურთიერთობა მყარდებოდა ვსადილობდით უკვე თუ ჭამდით ვახშმობდით ერთად და რაღაცა ბუნებრივია რომ მასპინძელთან გაიმართებოდა ხოლმე საუბარი ნუ ჩვენი მთავარი შეკითხვა ის არის რომ აი რატო არის პრობლემა რატო არ ინათლებიან ესენი რატო არ უნდათ რომ მოინათლონ რა უშლის ხელს ამათ ესე იგი საყოველთაო მონათლოს და უშლის ხელს მოკლედ ამათ მონათლოს ეგ ერთს გადავიყვან ამას და ეს და საოცარ რაღაცას გვეუბნებიან რა კი არიცით რომ ქრისტიანები იყავთ როგორ არ ვიცით არიცით რომ ძალით გაგამაჰმადიანეს ვიცით ესეც ყველაფერი ხო და აბა მაშინ რატო არ გინდათ რომ სასწრაფოდ დაუბრუნდეთ და რას ამბობენ იცით რაღაც საოცარ რაღაცას ამბობენ რა ისევ ეს დარბა ისლე თუ რაღაც ისი რა ახალგაზრდა კაცები გვეუბნებიან ნუ ხო ძირითადად საუბარი კაცებს შორის არის რა ხო და მე საუბრობდი თვითონ მაჰმადიანობის აი რაღაცა როგორი მიუღებელია რა უხსნიდით რომ ეს არ არის რაღაცა ჩვენ ძირითადი თავარი საერთო ქონდა ქართველობა რა რომ აი ქართველები ვართ ხო და აი ეხა ის რომ მაგალითად ჩვენი არგუმენტები ესეთი იყო რომ აი ნუ პირველი ის რომ რომ მიდიხარ ამ ჯამე თუ რა ვიცი რა ქვია მეჩეთში რომ მიდიხარ ნუ იქ არაბულად არის ლოცვა რა არაბულად ნუ აი გესმის ანუ არ მესმის ხა კი მაგრამ აი არ შეიძლება რომ არა ქართულ ენაზე არ უნდა ილოცო ადამიანმა იქ რომ მიდიხარ ნუ პარასკევობით დადიანიქა და ნუ ესე იგი ესე და ხო რა თქმა უნდა მაგაში მართალი ხართ
მაგაში მართ რატო უნდა ილოცო არაბულ ენაზე რა მართალი ხართ მეორე ესე იგი ის არის რომ კაცო ქართველი კაცი ხო ხარ შენ ხო და აი შენ ხო იცი აი საქართველოში ქალის პატივისცემა როგორია და აი ქალისადმი დამოკიდებული ხო და ეს ახლა იქ რო თქო მარტო კაცები მიდიხარ და ქალებს არ უშვებთ შიგნით და რო აი ქალთან ერთად ვერ შედიხარ და შენ სულთან შენს ქალიშვილთან და იმასთან ერთად ვერ ლოცულობ ხა ეს ნორმალურია კაცო ეს შეიძლება არა არ შეიძლება ეს არ მოგწონს იცი აბა რა მოგწონს რა აღმოჩნდება რომ საღვთისმეტყველო თვალსაზრისითაც არაფერი არ მოწონთ ალბათ აღმოჩნდება სხვა რამე სინამდვილეში ეს ამბობს რომ საქმე ის არის რომ მამა ჩემი იყო მაჰმადიანი და ბაბუა ჩემი არის და ესენი ცოცხლები არიან ჯერ კიდევ მამა და ბაბუაც ხშირად ცოცხალი ყავს ადამიანს და აი მამის და ბაბუის მერიდება რა მამის და ბაბუის მერიდება ეხლა მე რო ეს სარწმუნოება შევიცვალო რა გამოდის მაშინ ან იმანაც უნდა შეიცვალოს ყველა უნდა მაგრამ ის უკვე ასაკოვანია და უკვე იმისთვის ამის გაკეთება ამაზე დალაპარაკებაც კი წარმოუდგენელია და აიერიდება იმასთან eriდება რა და ამის გამო მოკლედ ესე იგი ფეხს ითრევენ არა ინათლებოდნენ აი ჩვენი მოგზაურობების შედეგად მე რაღაცა გარკვეული დროის შემდეგ ინიშნებოდა ხოლმე ნათლობა და მოდიოდა ხალხი და ინათლებოდა და დღეს ახლა არ ვიცი დღეს პირიქის პროცესიც არსებობს ეს თურქეთიდან შემოდიან და აინტერესებენ ხალხს რომ არ დატოვონ ეს მაჰმადიანობა და რაღაც ბევრნაირი დაინტერესება არსებობს ამის მაგრამ მაშინ ეს არ იყო ხო და მოკლედ რაღაც ესე რა დაინტერესება არსებობდა არ არსებობდა მაშინ და აი რაღაც ეს თავისუფალი გადაწყვეტილების საფუძველზე. მოკლედ ჩვენს რა თქმა უნდა დრო მოგვეცით ესე ამბობდნენ დრო მოგვეცით. ჩვენ კიდევ ვეუბნებით რომ კი მაგრამ ჩვენ კი მოგცეთ მაგრამ არის ეს დრო. რა იცი რა ხდება ხო და რამდენადაც შეიძლებოდა ესე იგი ჩვენ ამათ ვესაუბრებოდით და მე ესე იგი იყო ესეთი რამ რომ აი ლიტერატურა უნდა დავტოვოთ ხა აი ამ წაღებული გვაქვს რა თან და ესე იგი მე მახსოვს ერთი ახალგაზრდა კაცი იყო ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა იმასთან და მითხრა რომ აი არ გინდა რომ გაეცნო რა არის ქრისტიანობა კი როგორ არ მინდა რატო არ მინდა წიგნის საკითხვას რა უდგას წინ დაგიტოვე ოღონდ ლოცვის წიგნი არ დამიტოვო არ წესერი კაცია თორე დაგიტოვებს გადააგდებს მე რა არა არ დამიტოვო იმიტომ რომ მე მაინც ვერ ვილოცებ და აი წასაკითხად კი თუ არის რა მე იმის და კატეხიზმა მაგალითად ესეთი ბროშურები ქონდა პატარა წიგნები სადაც აი ჩამოყალიბებული არის ქრისტიანული სარწმუნოების თავარი ძირითადი პრინციპი აი ამას აუცილებლად წავიკითხავ და აი რაღაცა ესეთი ურთიერთობა ქონდა და ბოლოს ესე იგი რამდენიმე რამე უნდა მოგიყვეთ მაგალითად ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა იყო ძალიან დიდხანს ვიარეთ გზაში აღალთიან სოფელში მივედით და ხო და ჩვენი პრინციპიც ეს იყო რომ ისევ სარგებლობდით ამ სტუმართ მასპინძლობით რომ რა თქმა უნდა როგორც კი პირველივე ოჯახთან მივიდოდით არ გვეტყოდა უარს და მთელი ჯგუფის მიღებაც კი შეეძლო აი შეიძლება 10 ადამიანი მიიღო მაგალითად თუ ვერ და მოათავსებდა მეზობელს თვითონ გადასახებდა და გადაგიყვანდა მაგრამ ჩვენ ვუნებთ რომ არა ჩვენ მხოლოდ 2 უნდა დავრჩეთ ჩვენ სხვა ოჯახებშიც გვინდა მისვლა და ამიტომ ესე იგი რომ დაუძახებდი რომ გამოკეთავ და რა ხდება აი ღამეს თუ გაგვაცევინებთ კი ბატონო მობძანდით ოღონდ ესე იგი აბა რამდენი ხართ არა 2 ვარ და 2 ესე რომ მთელი სოფელში უნდა გავნაწილებულიყავით რომ მაქსიმალურად ამ ხალხთან ქონოდა შეხება და მოკლედ იმას ვამბობდი რომ ისეთი ცოტა სასოციალო იმორისტული ის იყო რა მოკლედ მე როგორც ესე იგი სასულიერო პირი და ჯგუფის ხელმძღვანელი მე უნდა გავანაწილო რა ესენი სოფლებში უნდა დავიმახსოვროთ ან ვისად დავტოვეთ და მეორე დღეს უკვე მეორე დილით უნდა შევიკრიბოთ სოფლის ცენტრში და დაგვაგვიანდა მისვლა რა დაგვაგვიანდა საკმაოდ გვიანი იყო ალბათ ესე 10 საათი იყო დავნელებული იყო რომ მივედით და დავიწყეთ სიარული და მოვიარეთ ესე იგი ეს თელი სოფელი და დავარიგე ყველანი დავტოვე და ბოლოს მე დავრჩი რა მარტო და ისე მოხდა რომ მარტო დავრჩი რა ამ შუაღამეს 12 საათი
მარტო ვარ და ნუ შევძახე რა, ესე იგი ერთ-ერთ იმაში, სადაც არ ყოფევარ ცახში და მასპინძელს შევძახე და ეს რთული სასიარულო სოფელი იყო, ძალიან შეფენილი იყო იმაზე და მოკლედ ამ ჯგუფს მეუთხარი რომ ჩამოგივლით მეთქი, მე რომ არ დაიკარგოთ ამ ღამე, ნუ გოგონები არიან იქ რაღაცა და მე ისე მოვამეთქი, შევთავდი დროზე და მოკლედ დილის 5 საათზე უნდა მოვიდეს 5-ზე თუ 4-ზე აღარ მახსოვს უნდა მოვიდეს ავტობუსი და ჩვენ უკვე უნდა ამ ავტობუსს ქალაქის სოფლის ცენტრში დავხვდეთ და მოკლედ ღამის 12 საათია რომ მივედი 12:30 თუ რაღაც ესე შევძახე და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა რა ხდებაო და მე ვთხარი აი ესე ღამეს თუ გამათევებინოთ კიო რასო თუ მოგზანდითო რაღაცა ნუ მარტო არ ვიყავი გონი ორნი ვიყავი ის თუ მოკლედ მივედით ხო და ნუ შევედით ოჯახში რაღაცა ეს გააღვიძა ამან ცოლი, ნუ ბავშვები არ მახსოვს გაიგვიძეს თუ არა. ხო და მე ვთხარი რომ ისა მეთქი. ოღონდ დიდი ბოდიში ხა ვიცი რომ მაინც უნდა შეწუხდეთ მეთქი და მარხვაზე ვართ მეთქი რა. რას ნიშნავს რომ მეთქი? ნუ აი ერთის ნაწარმს არ ჭამთ, ხორცს არ ჭამთ, მარტო ბოსტონში კი ბატონო კი რაღაცა და ნუ ესე იგი გამოიტანა ამ ქალმა ეს რაღაც კონსერვები და გამოიტანა დიდი თეთრი, დიდი თავი ყველი. დადოშუა სუფრას ესე რა. ძალიან შევწუხდი რა ეხლა რა და მე ვთხარი დიდი ბოდიში მეთქი რა, ამ ყველს ვერ შევჭამთ მეთქი ხა ესე რომ გამოიტანეთ მეთქი. არა ვიცი ხომ ვთხარით, მაგრამ ამაზია და იდოსო სუფრასე რა შეგვიშლისო და მოკლედ ესე ჭამე და ნუ ამის 12 გამეყვანა ესე იგი ცალკე. ეხლა რა არის იცით? ზამთარია რა. და ხა მომიბოდიშა რომ რა გავაკეთო, აი თუ გნებავ თუ დარჩი თუ აქ სადმე რაღაცას მოგიხერხეთ, მაგრამ ყველა ოთახი არ თბება რა მოკლედ. ეს ღუმელი ანთია მარტო შუა ოთახში. გამიყვანა გვერდზე ოთახში და რა გამიშალოს, თბილად კი დაგაფარებთ ყველაფერსო და რაღაცა გაკათკათებული თეთრეული რაღაცა და ხო, ონთო აი აქ არ თბებაო და რაღაც. მე ვთხარი არა, იქ არ არის პრობლემა, უბრალოდ დიდი ბოდიში მეთქინო, ხალდილი ცოტა ადრე უნდა ავდგეთ მეთქი. კი ბატონო, ცოტა ადრე რომ საათზე, 3 საათზე ვთხარი მე უნდა ავდგე. 12 საათია და ღამის 3 საათზე ისთვის მივედი რაღაც ხო. ღამის 3 საათზე უნდა ავდგე. ჩაის დალევთ არაფერ ჩაი არ მინდა. მოკლედ ღამის 3 საათზე უნდა ავდგე და წავიდე, იმიტომ რომ ის ჯგუფი უნდა შევაგროვო რა, ისე უნდა ჩამოვარო ამ სოფელს და ის ჯგუფი უნდა შევაგროვო და ღამის 3 საათზე უნდა ავდგე და ამ ბიჭმა მითხრა რომ იცით რა მე გაგაღვიძებთო ღამის 3 საათზე როგორ გამაღვიძებთ მეთქე მე თუ ნავდგებ საათს არ დაიყენოთო საათი მე გაგაღვიძებთ და ძალცარი რაღაცა თოვლია თანი ხო რაღაცა და ეგეთი რამე არ გამიგია საერთოდ არც მანამდე არც მე დილის 3 საათზე მოდის ესა მაღვიძებს და რას მეუბნება იცით აიო ეს თქვენი ფეხსაცმელებიო გამთბარი მოგიტანეთ მე შეგამჩნიეთ რომ სველი გაქვთ ფეხიო და წავიღეო ეს თქვენი ფეხსაცმელებიო და ღუმელთან მედო მთელია ეს 3 საათი რა ღუმელთან მედო გაგიშრეთო და გაგითბეთო და აი ეს თბილი ჩაიცვითო და რა გითხრათ აი ამას ვამბობ რა. აღარ აქონია ესეთ შემთხვევა მეტი რა. ხო და ამას ვამბობ რომ ეს არის ქართველობა რა. აი ქართველი ესეთია რა. ჩემთვის. მოკლედ ესე და დამშვიდობეთ ამ ჩვენს არაჩვეულებრივ მასპინძელსაც და აღარც ვიცი მის მე აღარც ყოფილვარ იქ აღარც ახალი მახსოვს მისი რაღაცა მაგრამ ამბავი კი დამჭა ესეთი არ ვიცი ხა სად არის და როგორ არის ეს ჩვენი კეთილი მასპინძელი მოკლედ ესე ჩამოვიარეთ მე შევაგროვე ჯგუფი კიდევ დიდხანს მოგვიწეა მე მგზავრობა და ნუ ისე რა წირეთ და ეხა ბოლო ამბავი უნდა მოგიყვეთ აი ამ აჭარასთან დაკავშირებით აი ღმერთი როგორ როცავდა ამ ჩვენ მოგზაურობას ეს ცოტა მოგვიანებით იყო ჩვენთან იყო ჩამოსული სტუმარი
ამერიკიდან, უკაცრავად. დროისათვის ეს იყო ჩვენი ახალი მეგობარი. ახალი მეგობარი შემთხვევით გავიცანით თბილისში მამა გერას მამა არც იყო მაშინ მე აღიკვეცა ფერად კაბაკი ეცვა მაგრამ მამა გერასიმე ხარი მეუფე გერასიმე ელიელი ესეთი გვარი აქვს ელიელი ძალიან დამეგობრდით მე ამ ბუნებრივი ამ ყველაფრის მერე და მოკლედ სტუმრად იყო ჩამოსული ეს არის მამა სერაფიმე როუზის სულიერი შვილი ესე გავიცანით რა ცოტა ადრე გავიცანით მეორე ჩამოსვლა იყო ეს მისი და მამა ესე იგი მამა სერაფიმე როუზის სულიერი შვილი მამა სერაფიმე როუზი წელს აი 2026 წელს საზოგადოების რუსული ეკლესიის ესე იგი წმინდა სინოდმა შერაცხა წმინდანად ჯერ სანამ ეკლესიის სისავსე მიიღებს ამას მაგალითად რუსეთის საპატრიარქოს სანამ აღიარებს მანამდე ამას ეწოდება ადგილობრივი თავანისცემის ადგილობრივი წმინდანი თუმცა როცა მიიღებს ეკლესია ამათმა შერაცხეს უკვე და ხა დეტალებს აღარ მოგიყვებით მაგრამ ჩვენთვის ეს არის წმინდანი რა სერაფიმე როუზი და როდესაც ჩვენ მაშინ უკვე ქართულად გქონდა, როდესაც მამა გერასიმი გავიცანით, უკვე სერაფიმე 82 წელს გარდაიცვალა სერაფიმე როუზი და ის რო არ ჩამოვიდა, უკვე მისი სერაფიმე როუზის თხზულებები ქართულად გქონდა ჩვენ მამრეულმა თარგმნა მოკლედ და დაუბეჭდა. დიდი სამეცნიერება მოახდინა ამან და მოკლედ რადგან მივდიოდით ამ აჭარაში, შევთავაზეთ რომ ჩვენთან ერთად აი მატარებლით გამომგზავრებულიყო და მართლაც მან მიიღო ეს მონაწილეობა და ერთ-ერთ ოჯახში მაშინ თუ არ ვცდები მეუფე დანიელი ჩვენთან ერთად იყო ამ სოფლებში ხანდახან მოდიოდა ხოლმე ხანდახან ვერ რჩებოდა ხოლმე ამ ხულოში მოკლედ ეს ერთ ოჯახში ვიყავით იქ ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო საუბარი შედგა მოკლედ ეს მამა გერასიმე იმანაც თავისი საუბარი გამართა იქა და ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი და მეორე დღეს ჩვენ უნდა გქონოდა წირვა უკვე ხულოში კი არა ხულოს სემინარის ტაძარში კი არა არამედ სხალთაში ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე რომ სხალთაში სხალთის მონასტერი არის უძველესი იქა და აი სხალთის ტაძარში ვატარებდით ხოლმე წირვას და წავედით იქ წირვის ჩასატარებლად მოკლედ მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა ყველა ერთნაირად გახარებული და ბედნიერი არ იყო ჩვენი ჩასვლით კი ეხლა სტუმართ მოყარე ხალხია და რაღაცა მაგრამ რაღაცა ძალები ყოველთვის არსებობდა რომელსაც არ მოწონდათ ჩვენი იქ სიარული და აი ესეთი რაღაცა მოხდა არ ვიცი ეს ძღოლი გადაიბირეს თუ ეს ძღოლიც ერთ-ერთი ის იყო მოკლედ შუაგზაზე ხულოდან მოდივართ ხულოდან კი არა უკაცრავად სხალთიდან გადასახვევია ხულოსკენ რომ მიდიხარ მარჯვენა მხარეს არის სხალთის გადასახვევი და იმ ყინჩაური ესე ეძახიან იმ ადგილს თვითონ. ხო და სოფელი ამ ყინჩაურშიც ვიყავით რამდენჯერმე ოჯახებში და რაღაცა და მოკლედ რომ მოვდივართ, გაჩერდა ეს ავტობუსი და გვეუბნება რომ გაფუჭდა. რა უნდა ვქნათ ეხლა რა, იქ ტელეფონი არ არის მობილური რომ იმას დავარეკო. აი შუა გზაში არც მანქანები დადიან იქ რაღაცა ხო და ძალიან ესე იგი ჩვენ ახლა იქ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი კი გვახლდა ხოლმე და ძალიან შეწუხდა ყველა რაღაცა მოკლედ ესე და რაღაცა ხმამაღალი ლაპარაკიც გაიმართა მახსოვს და რაღაცა და მოკლედ აღმოჩნდა რომ ამან რაღაცა თვითონ გააფუჭა ამ წყვილმა თუ ხელოვნური შექმნილი პრობლემა იყო რა და თითქმის 1 საათი მერე ვიღაცა ფეხი წავიდა მე მგონი გადასახვევამდე იქნა მანქანა მოეყვანა მოკლედ რაღაც სირთულე შეიქმნა რა ეს სირთულე შეიქმნა და თავარი სხვა არის ეხლა გაფუჭდა გაჩერებულები ვართ ავტობუსში შედვართ მაგრამ აგვიანებთ საღამოს უკვე მატარებელი რომელსაც გადიოდა ხა ესე არ მახსოვს მაგრამ მატარებელზე არ უნდა დავაგვიანოთ რა მატარებელზე თუ დავაგვიანეთ ეს ამდენი ხალხი აი სულ აირევა ყველაფერი დავრჩებით ბათუმში მე ერთი დღე იქ უნდა ვიყოთ მე მეორე დღეს კიდე დღეში ერთხელ არის ეს მატარებელი რა ხო და რა ვიცი მე უფრო თქვა რომ ვილოცოთ პარაკლისი გადავიხადეთ რაღაცა და
ეხლა ზუსტად ვერ გეტყვით, ვიღაცა სხვა მძღოლი მოიყვანეს და აღმოჩნდა რომ არ იყო გაფუჭებული თუ რაღაც მოკლედ ესე და ბოლო გავიგზავნეთ, მაგრამ 1 საათი დავკარგეთ ამ ყველაფერს, 1 საათი ვაგვიანეთ. მეტი დავკარგეთ, მაგრამ 1 საათი ვაგვიანებ და აი თქვაც აღამშვიდ საათზე თუ უნდა მივიდეთ ამ სადგურში. ესე იგი მივდივართ, აშკარად 1 საათი გვიან. 7-ზე გადის ეს მატარებელი რა. ხო გეუბნით და ზუსტად კი არ მახსოვს ეს საათი, მაგრამ აი თქვათ რა 7-ზე გადის და ჩვენ უკვე რისთვის მივდივართ რა. აღარაფერს იმედი აღარ აქვს, რაღაცა ხა ვცდილობთ რომ რაღაც 400-ზე არ ვიყოთ, მაგრამ განსასწრელია და საოცრება მოხდა რა. ესე იგი რომ მივედით, აღმოჩნდა რომ რაღაცა ტექნიკური შეფერხება იყო და 1 საათით გადაიდო დააგვიანა მატარებელმა გასვლა. ჩვენ კი არ გველოდებოდით. უბრალოდ ესე მოხდა რა. ხო და მინდა გითხრათ რომ აი მამა გერასიმოზე, მეუფე გერასიმოზე ამ ყველაფერმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აი პირდაპირ თვალხილული ნამდვილი სასწაული იხილა რა. და ეს ის რომ აი ცოცხლად როგორ შევდივართ ამ მუსლიმ აჰმადიანურ ოჯახებში, როგორ უქადაგებთ, იცით? ეხლა ჩვენ ამას კი ვაკეთებდით ჩვეულებრივად, მაგრამ აი ხა უცხოელის თვალით დანახული რაღაცა სხვა არის რა. უცებ მოხდა აი ამერიკიდან, აი ასეთ საქართველოში რა. მოკლედ აი ეს იყო ჩვენი მოგზაურობა აჭარაში, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა, 4 თვე თუ არ ვცდები და მე ესე იგი ამას თავისი განვითარება ჰქონდა, ეს მეუფე იობი დაინიშნა მერე იქა, მერე მალე უკვე რამდენიმე თვეში მეუფე იობი, მეუფე დანიელი და მეუფე დავითი ეპისკოპოსები გახდნენ და მეუფე იობი დაინიშნა იქ როგორც ეპისკოპოსი და აი დღემდე ეს პროცესი გრძელდება მოკლედ, მაგრამ ეს იყო ჩვენი პირველი მისიონერული მოგზაურობა, უკვე ნამდვილი, შიდა მისიონერობა ქვია ამას, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით არის, მაგრამ ეს იყო ნამდვილი მისიონერული მოგზაურობა, რასაც ქვია მოკლედ მისიონერული მოგზაურობა. და დღეს ახლა ამითი დავამთავრებ ამ უთხრობას და დაგემშვიდობებით ერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.